მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზიამა გლობალს და ყველა სინდისის პატიმარს. Ადგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი მდინარეში იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. მოზარდი 21 აპრილს დაიკარგა. მას შემდეგ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, სადაც როგორც მოსახლეობა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული. ორი სამგზავრო ავტობუსის ყიდვას გეგმავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია 400,000 ლარზე მეტად. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება 35 ადგილიანი ორი ახალი ავტობუსის შეძენა. მერიაში გვეუბნებიან, რომ ტრანსპორტის მიმართულებები ჯერ განსაზღვრული არ არის. ამავე დოკუმენტის მიხედვით თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო წინადადებების მიღება ხვალ იწყება და 28 აპრილამდე გაგრძელდება. აღიარე გენოციდი ახალციხეში 1915-23 წლებში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მოვლენები გაიხსენეს, რომელსაც სომხეთმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან ერთად გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა. უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციის 100 დღე ახალციხეში. მოქალაქეები ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ყოველდღე იკრიბებიან და უკანონო დაკავებული ჟურნალისტის, მზიამა გლობალის და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებას ითხოვენ. ბულინგის და დაცვინის ფონზე 100 საიუბილეო დღე გვაქვს დღეს სამსახურში დგომის. იმედია, რომ ძალიან მალე ჩამოიშლება ქართული ოცნება. ჩვენ ვიცით, რომ შიდარყევები ძალიან აქვთ. დღეს ახალი მარგალიტები გამოფინეს ცენტრალურ ეგრეთ წოდებულ მთავრობაში. კალაძის განცხადება ვიხილეთ, ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ყველაფერი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება საქართველოს და ქართული ხალხის და აქ მაცხოვრებელი ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ. ასე რომ ოპტიმიზმი ძალიან ძლავრად გვაქვს შიგნით ყველა იმ მონაწილეს, ვინც აქ დგას. და იმედია, რომ ძალიან მალე დამთავრდება ის ყველაფერი, რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. მოთხოვნები უცვლელია არა რუსულ რეჟიმს, მაგრამ ყველა საინტერესო ის არის, რომ თბილისში დიდმა აქციამ უკვე აიტაცა სხვა ლოზუნგები, წავიდეს ეს მთავრობასახში, გადადგეს და ასე შემდეგ. ესე ძალიან კარგია და მისასალმებელია, იმიტომ რომ აქამდე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იყო ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება სინდისის პატიმრებს და არა რუსულ რეჟიმს. სხვა ლოზუნგი არ არისმოდა. ეხლა უკვე სხვანაირად უფრო მძლავრად, უფრო კაფიოდ მოითხოვს აქციის ყველა მონაწილე, რომ დასრულდეს უკვე რეჟიმი. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.